ფოტომანია თბილისში 13 პაპარაცი საუკეთესო კადრისთვის ნადირობს კონკურსის პირველი დავალება სხეულის მხილება იყო. საკუთარი სხეული ფოტოგრაფმა საბა შენგელიამ თავად ამხილა და პირველი ადგილიც მოიპოვა, თუმცა ფოტომანი 2010-ის ვინაობა ჯერ გარკვეული არ არის. რა ეტაპები უნდა გაიარონ ფოტოგრაფებმა და მოუწევთ თუ არა თამამი კადრების გადაღება ხელოვანებს. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. ასე სხეული ფოტომანის კონკურსანტებმა ამხილეს. პირველი დავალება სხეულის მხილება უკვე შესრულებულია და ახლა კონკურსის მეორე ეტაპისთვის მზადება იწყება. ინტერნეტ რეალიტი შოუ ფოტოგრაფებისთვის წელს მესამედ ტარდება. კონკურსი 4 ნაწილისგან შედგება. ყველა ეტაპზე დავალება კონკურსანტებს ფოტოგრაფიის სხვადასხვა დარგში ეძლევათ. ფოტოკონკურსი ფოტოპორტალ Photo-Live.ws-ზე მიმდინარეობს. ფოტომანის მიზანი არის ახალგაზრდა ნიჭიერმა ფოტოგრაფებმა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების და ნიჭიერების გამოვლენა და ამის ჩვენება მთელი ქვეყნისთვის. შევეცდებით რომ შევფუთოთ ისე რომ ეს გაიგოს ფართო საზოგადოებამ უკვე ამ პროექტის არსებობის შესახებ და ფოტოგრაფები გახდნენ უფრო გაყიდვადი, ცნობადი და საერთოდ ეს კულტურა ჩამოყალიბდეს საქართველოში, რომ ფოტოს შეძენა შეიძლება და მისი გამოფენა სახლში და სიამოვნების მიღება ამ ყველაფრისგან. კონკურსის პირველი ეტაპის ნამუშევრებით კმაყოფილები არიან. ნათია რეხვიაშვილმა და ზურა თვაურმა ფირზე ორსული გოგონა და ქალი იარაღით აღბეჭდეს. პირველ რიგში ეგრევე გავიფიქრე, რომ ორსული გადამეხო, იმიტომ რომ სხეულის თვითონ ამხელს სხეულს და თვითონაც ამხელს თავის სხეულს. მე ერთი მხრივ ამხილე როგორც სხეულის მხილება, ანუ სიშიშვლე და მეორე მხრივ იარაღი, რომელიც უჭირავს მოდელს მინდა და მემხილებინა ქალის სიძლიერე. ფოტოკონკურსის პირველი ეტაპის ყველაზე თამამი მონაწილე საბა შენგელია აღმოჩნდა. ფოტოგრაფმა პირველი დავალების შესასრულებლად საკუთარი სხეული ამხილა. სხვა რაღაცები ვიფიქრე თავიდან ისე ცოტა ღრმად წავედით რატომღაც და მე მივხვდი რომ ძალიან მარტივადაც შეიძლება გადაწყდეს ეგ. ანუ მარტივად შეიძლება ამხილოს სხეული. და რაღაც გადავწყვიტე რომ ჯერ ჩემი და მე დავუშვათ სხვისი. ვინ გახდება ფოტომანი 2010-ით სულ მალე გაირკვევა. მანამდე კონკურსის მონაწილეებს წინ კიდევ 3 ეტაპი ელით. მეოთხე დავალება პაპარაცული ფოტო იქნება. ასე რომ ფრთხილად, სულ რაღაც 2 კვირაში ქალაქში 13 პაპარაცი საუკეთესო პაპარაცულ კადრზე ინადირებს.